გვჭირდება ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური დივერსიფიცირება, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ინტეგრაცია მათ შორის ევროკავშირთან და მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ყველასთან საკუთარი წვლილით და საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეალური ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი პარტნიორების სამივე ქვეყანა დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის ხომაგი არის პრაქტიკულად, სამივე ჩვენი მეზობელი. და ამას ჩვენ და მათ შორის ცენტრალური აზიაც და ევროპაც. ამას ჩვენ არ ვიყენებთ და ქართული ჯარის დასუსტების ფონზე ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი. თუ საქართველოს შენ ჩააბარე რუსეთს, საქართველოს ინტერესები ჩააბარე რუსეთს, მაშინ რა თქმა უნდა ომი არ იქნება, ყველაფერი თუ ომის გარეშე მიიღო. რა ომი უნდა იყოს, რისთვის? თუ შენ გაატარე ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთს ჭირდება. სწორედ ამიტომ ჯერ საქართველოს კაფიო ხედვა არის, რომ ჩვენ ჯერ საქართველოს ინტერესი უნდა დავაყენოთ. ეს ნიშნავს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა კონფრონტაციაში არ შესვლას, მაგრამ არა ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, გაძლიერებას ჩვენი ჯარის, ჩვენი ეკონომიკის, დივერსიფიცირებას, საბოლოო ჯამში რომელიც მიგვიყვანს რიგითი ქართველის ეკონომიკურ გაძლიერებას, იმიტომ რომ არ არსებობს ძლიერი ქვეყანა, თუ მოქალაქეები არიან ღარიბი და სუსტი. სწორედ ამიტომ ივანიშვილისთვის მიზანი არის, რომ მოქალაქეები იყვნენ ღარიბი ხალხის მართვა არის მარტივი, ხოლო ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოს იყოს მდიდარი და საკუთარი არჩევანი თავად გააკეთოს.